უბრალოდ რა ანგარიშებს იყენებს ხელფასის მოდული, ამისათვის ხელფასის პარამეტრებში ვნახოთ ხელფასის ანგარიშები და ვნახოთ ეს ჩამონათვალი, აქ ორმაგი ცხრიელია, ზემოთ არის ესე იგი ძირითადად გამოყენებული ანგარიშები და ქვემოთ არის ალტერნატიული ანგარიშები განყოფილებების მიხედვით. ეს დაყოფა ესე იგი განხორციელებულია იმისათვის, რომ თქვენ არა მარტო განასხვაოთ სხვა განყოფილებაში მყოფი თანამშრომლების დარიცხვის ან ანგარიშწორების გატარებების გამიჯვნა სხვადასხვა ანგარიშებზე, არამედ ერთი თანამშრომლისთვისაც კი შეძლოთ საქმიანობის დამმიხედვით განაცალკეოთ ერთი თანამშრომლის დარიცხვის სიდიდეები. ანუ თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლების სიაში ერთი და იგივე პიროვნება მოახვედროთ ორჯერ, აი მაგალითად გიორგი გუაშვილი, შეგიძლიათ დაამატოთ თანამშრომელი, გახვიდეთ პიროვნებების სიაზე, აერჩიოთ იგივე პიროვნება, რომელიც ყავთ უკვე თანამშრომლების სიაში, მოათავსოთ სულ სხვა განყოფილებაში და სხვა ღირებულების ცენტრში, დაუმატოთ დაუშვათ რაღაცა სხვა ღირებულების ცენტრი, აი ესე და არ გვაქვს შესაბამისი სახელი, რომელიც თქვენ გჭირდებათ და შესაბამისად თვითონ ამ ასე იგი თანამშრომელს თავთავისი დარიცხვის სიდიდეები ესე იგი ჩაუწეროთ და სისტემა თითოეული აი ამ თანამშრომლისთვის საცალკე ანგარიშებს დარიცხვის სიდიდეებს. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თითოეული თანამშრომლისთვის სისტემა საშემოსავლოს დათვლისთვის გამოიყენებს ჯამურ დარიცხულ სიდეს, იმისაც რომ შეღავათები კარგად დაითვალოს, ანუ საშემოსავლოს დათვლისთვის სისტემა მაინც ერთი პიროვნებისთვის ყველა დარიცხულ ასე იგი სიდეს გაითვალისწინებს. დაუბრუნდეთ ხელფასის ანგარიშებს და შევხედოთ ამ სიას. იმისაც რომ თქვენ რაიმე ახალი ესე იგი ანგარიში დაუმატოთ, შეგიძლიათ ამ სიაში დაამატოთ ახალი ჩანაწერი დაარქვათ ისე იმ ტექნიკის გამოყენებით, რომელიც ადრეც გითხარით, ანუ თქვენი აბრევიატურა გამოიყენეთ, რომ არაირიოს ესე იგი ქარხნულ ანგარიშებში, მაგალითად დავარქვათ G დაუშვათ ეკრუტ, ან დავუშვათ დახმარებისთვის help-ი, რომელსაც შემდეგ უკვე მაკროსებშიც გამოვიყენებთ და დაარქვათ დავუშვათ ეს იყოს დახმარების ხარჯის ანგარიშია ესე და დავუშვათ რაღაც 74, რომელიღაც აქვს მნიშვნელობა ანგარიშს ამ შემთხვევაში ავირჩიოთ რომელ ანგარიშს. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ასე იგი განვიხილავთ გატარების შესრულებას, უკვე გამოვიყენებთ GG help ცვლად იმისათვის, რომ სისტემამ ამოიღოს შესაბამისი ანგარიში და თუ თანამშრომელი იქნება რომელიმე კონკრეტულ განყოფილებაში, მაშინ ქვედა ცხრილიდან თუ თქვენ მოხმარებელი ამას განუსაზღვრავს რამ განყოფილებაში სპეციფიურ ანგარიშს, მაშინ ქვედა ცხრილიდან ამოიღებს სისტემა შესაბამის ანგარიშს.